ეს არის ჩვენი განსაცდელი, ეს არის ჩვენი გოლგოთა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჯვარცმა ჩვენ გამოიარეთ და ჯვარცმით არ ვთავრდება. ჯვარცმის შემდეგ არის აღდგომა და ამაღლება. აი ეს ელოდება საქართველოს. დიდი პატივისცემით და სიყვარულით ვიხსენებ მღვდელმონაზონ ანდრიას ყურაშვილს, რომელიც იყო ბერი, რომელიც დაფრინდეს იქ აფხაზეთში. არავითარ შიშს არ ვგრძნობ. შიშის უქონლობა ღვთისგანაა. მე ახლა არ მეშინია, რადგან ღვთისწყალობაა ჩემზე. ეკლესიაში ვარ. ჩემი როგორც მღვდლის თვალსაზრისი შემდეგია ამ კონფლიქტის მიზეზი ჩვენი ღმერთთან დაშორებაა. 1993 წლის 5 ივლისამდე თავის მოწამეობრივ აღსასრულამდე სულ ცოტა ხნით ადრე თქვა ეს სიტყვები კამანის იოანე ოქროპირის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მღვდელმონაზონმა ანდრია ყურაშვილმა. ამ 20 წლის წინანდელ ამბებზე, როგორც მთელი საქართველოსთვის მოუშუშებელ ჭრილობებზე უნდა ვისაუბროთ ჩვენს დღევანდელ გადაცემაში, რომლის სტუმარიც საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი გახლავთ, მე უფრო მოგესალმებით და მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით. მადლობას სირაუფალს იმისათვის, რომ მე მქონდა საშუალება აი ამ რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნისთვის მქონოდა ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვინც გამოიარეს ეს უმძიმესი წლები და მრავალმა მათგანმა შეძლო აი ამ კრიზისულ სიტუაციაში თავი ღირსეულად წარმოეჩინა. თქვენ მაშინ ცხუმ აფხაზეთის ეპისკოპოსი ბრძანდებოდით და ამბობდით, რომ აფხაზი მოსახლეობა ჩათრეულ იქნა ამ ომში თავის სურვილის და მიუხედავადო. ჩვენ ისევე განვიცდით აფხაზი ხალხის ტრაგედიას, როგორც ქართველი ხალხისასო. მე ვფეო, როგორ იქცა ეს კონფლიქტი, აფხაზეთის ომი, როგორ იქცა ქართველი და აფხაზი ხალხების საერთო ტრაგედიად. მისი უწმინდესობა ასე განმარტავს ამ კონფლიქტს, რომ ეს არ იყო კონფლიქტი ქართველთა და აფხაზთა შორის. არამედ ეს იყო კონფლიქტი ქართველთა და აფხაზთა ერთობის წინააღმდეგ. არსებობდა ძალა, რომელსაც სურდა სწორედ დაეპირისპირებინა აფხაზები ქართველებისათვის და უნდობლობა დაეთესა. სამწუხაროდ ეს არის კაცობრიობის ისტორიაში ცნობილი ასეთი ხერხი, რომ ორ პიროვნებას შორის, ორ ერს შორის თუ სურს რომ იყოს დაპირისპირება, უნდა გაჩნდეს უნდობლობა და სამწუხაროდ ადამიანი ხშირად აი ამ სისუსტეს ვერ სძლევს და იგი აი ამ უნდობლობას აღყვება. თითქოს იგი იჯერებს, რომ დაჩაგრულია, რომ მას რაღაცა მეტი ეკუთვნის, მას უფრო მეტი პირობები შეიძლება კონდეს და აი ეს არის მიზეზი, რამაც შეიძლება დაუპირისპიროს ორი პიროვნება თუ ორი ერთმანეთს და სამწუხაროდ აი ამ ცილის წამებას, რომელიც ინერგებოდა აფხაზთა ცნობიერებაში, რაღაც გარკვეული ნაწილი, მე ვიტყოდი არა მთლიანად ერი, მაგრამ გარკვეული ნაწილი ახვა და შემდგომ ამან აი ეს შედეგი გამოიწვია, რომ ეს გადაედო მთელს შეიძლება ითქვას აფხაზი ეროვნების მოსახლეობას. როცა თქვენ ცხუმ აფხაზეთის მღვდელმთავარი გახდით, მღვდელმონაზონ ანდრია ყურაშვილს სურვილი გაუჩნდა დაეტოვებინა თავისი მოღვაწეობის ადგილი და სადმე მოძღვართან, თქვენთან ახლოს დამკვიდრებულიყო. მიიღო ლოცვა კურთხევა და 1993 წლის თებერვალში ჩამოვიდა სოხუმში. შემდეგ იყო კამანი, მაგრამ სანამ მე ვფეო მამა ანდრიას კამანში მოღვაწეობაზე ვისაუბრებდეთ, მასზე ვუამბოთ ჩვენს მაყურებელს. მამა ანდრია ყურაშვილი წარმოშობით იყო ბაღდადის რაიონიდან. იგი მრავალშვილიანი ოჯახის უფროსი შვილი იყო.
ელგუჯა ყურაშვილის ოჯახი გამოირჩეოდა სამშობლოსადმი დიდი სიყვარულით, ქართული კულტურისადმი, ისტორიისადმი დიდი სიყვარულით. ბატონი ელგუჯა იყო ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელი. მამა ანდრია მართლაც ყოველთვის იყო როგორც უფროსი შვილი, მაგალითის მიმცემი თავისი დედმამიშვილებისთვის. მართლაც ესეთი რაინდული სულისკვეთების ადამიანი იყო, ძალიან ვაჟკაცური ბუნების, ძალიან სამართლიანი. ბავშვობიდან ზრუნავდა თავის ოჯახზე. ოჯახი გამოირჩეოდა, როგორც ხშირად ხდება ესეთი პატიოსანი ოჯახი იყო და რაღაც გარკვეული ხელმოკლეობით გამოირჩეოდა. ის ზრუნავდა, რომ თავის ოჯახსაც მიხმარებოდა ფიზიკურადაც ეშრომა, თავის დედმამიშვილებზეც ეზრუნა და აი ყველა დადებითი თვისებით გამოირჩეოდა. მაგრამ ერთი რამ ჰქონდა მას ესეთი განსაკუთრებული, რომ მთელი თავის ცხოვრება ეძებდა ჭეშმარიტებას, რა არის სწორი, რა არის სამყაროს არსი და აი ამ ძიებამ მიიყვანა იგი სარწმუნოებასთან. მისი ნათლია გახდა დღევანდელი ქუთაისის ეპარქიის დეკანოზი ილია კარკაძე. ისიც თითქმის მისი თანატოლია და აი მისი დახმარებით მან დაიწყო ეკლესიური ცხოვრება. შემდეგ იგი მოლოცვით მოგზაურობებში მონაწილეობდა და აჭარაში მოგზაურობის დროს მას გაუჩნდა სურვილი, რომ დარჩენილიყო ხალთის მონასტერში. და როდესაც მე პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გადაყვანილი ვიყავი ხალთის მონასტრის წინამძღვრად, მე იქ დამხვდა მორჩილი პაატა და დამხვდა მარტო სრულებით, მარტო იყო იქ რთულ პირობებში, მაინც იქ მოსახლეობა არ იყო ქრისტიანული, არ არის დღემდე ბუნებრივი გასაგები მიზეზების გამო და ზამთარი იცის ძალიან მკაცრი, მაღალმთიან აჭარაში, ხულოს რაიონში და ესე შეიძლება ითქვას, რომ აი კედლებს შორის დადიოდა სენაკიდან ტაძრამდე და გაგინულ ტაძარში მსახურებას ღამის 2 საათიდან გამთენიამდე, ესე იგი მარტო აღასრულებდა ასე თვეების მანძილზე და ის სულ ეძებდა, სულ ითხოვდა უფრო მეტ, ასე ვთქვათ, სიმკაცრეს საკუთარი თავის მიმართ, რომ მომხდარიყო მისი სულიერი სრულყოფა, სულიერი ამაღლება. მას შემდეგ რაც მან იპოვა ჭეშმარიტება, თავარი მისი თვისება იყო უკმაყოფილება საკუთარი თავით. ასეთი იყო მამა ანდრია. კამანის იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესია სოფლის შუაგულში აღმართულ გორაკზე მდებარეობს. ეკლესიაში ანუების ოჯახი შემოგვეგება, დიდი ხანია მოძღვარს ელოდნენ და მამა ანდრიას დანახვისას თითქოს ცა გაეხსნათ, ისე გაუხარდათო იგონებს მამას ვიმონი, რომელიც კამანში მამა ანდრიასთან ერთად ჩავიდა. ეს იყო კამანის დაცემამდე 5 თვით ადრე. მაშინ საომარი მოქმედებები თითქმის არ წყდებოდა და როგორ დაიწყო მეუფეო მაშინ აქ მოღვაწეობა 27 წლის მოძღვარმა. არა მარტო საქართველოს სოფლიო ეკლესიის სიწმინდეა კამანი, რადგანაც ამ სოფელში არის საფლავი ცნობილი დიდი მოწამისა ვასილისკოსი, მაგრამ კიდევ უფრო დიდ მოვლენასთან არის დაკავშირებული ეს სოფელი. აქ თავისი აღსასრული მიიღო დევნილობაში მყოფმა დიდმა მღვდელმთავარმა, მსოფლიოს დიდმა მოძღვარმა იოანე ოქროპირმა, რომელმაც თქვა ისტორიული სიტყვები. დიდება ღმერთს ყველაფრისათვის, მიუხედავად დევნისა, მიუხედავად ესეთი აღსასრულისა, ხანდაზმულ ადამიანს მოუწია ესე დევნილებაში აღსასრული, მანას ეს სიტყვების ბრძანა და აი სწორედ იოანე ოქროპირის საფლავი არის კამანში, სადაც აშენდა ეს მონასტერი და აღმოჩნდა ეს წმინდა ადგილი ფრონტის ხაზზე. ფაქტიურად ეს წმინდა ადგილი აკავებდა ალბათ თავისი სიწმინდით, თავისი მადლით ძმათა შორის სისხლის ხრას. და სანამ მამა ანდრია დაინიშნებოდა კამანის მონასტრის წინამძღვრად, მანამდე ერთხელ იყო მცდელობა კამანის და მდებარე სოფლების დაკავებისა, ანუ სოხუმთან მოახლოებისა. და ეს მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა აფხაზებისათვის. აი ამის შემდეგ ძალიან ბევრმა დატოვა სოფელი კამანი, მაგრამ იქ დარჩნენ, რასაც გვირელია
მეომართა რაზმი იყო და იყვნენ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. განსაკუთრებით ხალხდაზმულნი და თქვათ უძლურებასაც შინამყოფნი. და არაფრით არ ტოვებდა ეს ოჯახი, ანოების ოჯახი, ბატონი იური გიორგი ანოა ეს არის გამორჩეული პიროვნება, მან თავის მეუღლესთან, ქალბატონ ზოიასთან, ამჟამად მონაზონ მარიამთან ერთად და ქალიშვილ მარანასთან ერთად ძალიან ბევრი შრომა გასწია. აღადგინა ეს მინდა ადგილები, ვასილისკოს წყარო, ეს მონასტერი, რისთვისაც პატრიარქმა ბატონი იური გიორგი დააჯილდოვა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი წმინდა გიორგის ოქროს ორდენით და რასაკვირველია ისინი მუდამ ითხოვდნენ რომ იქ ყოფილიყო ღვთისმსახური, რაც არ იყო ადვილი. მორიგეობით იქ ჩადიოდა ღვთისმსახურნი, მაგრამ მუდმივად იქ გაჩერება რასაკვირველია არ იყო ადვილი. და აი მამა ანდრია, როდესაც ჩაომძანდა და ისურვა რომ ყოფილიყო იქ, სადაც ყველაზე რთული პერიოდი ჰქონდა საქართველოს ჩვენ ქვეყანას და ჩვენს ეკლესიას. რასაკვირველია ჩვენ მივხვდით რომ ეს ის ადამიანი რომელიც შეძლებს ამ წმინდა ადგილზე ასეთ რთულ პირობებში ცხოვრებას და მას სიხარულით მიიღო ეს დანიშნულება და უშიშრად, სრულიად უშიშრად სიხარულით დაიწყო მსახურება. ჩვენ ვცდილობდით ხშირად ჩავსულიყავით სოფელ კამანში, უპირველეს ყოვლისა რომ გველოცა ამ წმინდა ადგილზე, რადგანაც გვწამდა და დღესაც გვწამს რომ წმინდა ადგილზე ლოცვა იცავს მშვიდობას და დაარღვევს ბოროტი ძალის მანქანებას. და აი ჩვენ ვცდილობდით რომ მამა ანდრიასთან ერთად გაგვეძლიერებინა იქ ლოცვა და ჩვენ თვითონაც მიგვეღო აი ეს ამ დიდი სიწმინდის მადლი. ჩვენ ღამე ჩავდიოდით, გამთენი ისაც ბრუნდებოდით, იმიტომ რომ დღის განმავლობაში მაინც საფრთხე ყოველთვის იყო რომ სოფელში სიარული საშიში იყო და ერთხელაც როდესაც აფხაზური მხარე ხედავდა რომ ანოების ოჯახი ღებულობდა ღვთისმსახურებს და იყო ფაქტიურად ძალიან დიდი დასაყრდენი სოფელი კამანისათვის, ეკლესიისათვის, მეომრებისათვის, მათ დაბომბეს ანოების სახლი და მეორე სართული მთლიანად გადაიწვა და ისინი იძულებული იყვნენ პირველ სართულისათვის შეეფარებინათ თავი. რასაკვირველია ეს ადგილი, როგორც ვამბობ, არა მარტო საქართველოსთვის, სოფლიოსათვის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს და აქ ლოცვა იყო ლოცვა, რომელსაც შეეძლო შეეკავებინა ეს დაპირისპირება და შეენარჩუნებინა მშვიდობა. ყოველდღე წირავდა კამანში მამა ანდრია, შუადღისას იოანე ოქროპირის პარაკლისს იხდიდა, პარაკლისებს იხდიდა წმინდა ვასილისკოს საფლავსა და წყაროზე. ამ დროს თურმე წუთითაც არ წყდებოდა სროლა და როცა ეკითხებოდნენ მამა ანდრია ხომ არ გეშინიაო, მამა ანდრია პასუხობდა მადლობა ღმერთს რომ შიშის გრძნობა არ მაქვსო. როგორ ათავსებდა მეუფეო მამა ანდრია თავისი ასკეტური ცხოვრების წესს იმ მოძღვრის ღვაწლთან, რომელიც წუთითაც არ ტოვებდა ფაქტიურად ფრონტის პირას მცხოვრებ მოსახლეობას. მამა ანდრიას ნამდვილად ჰქონდა სურვილი განმარტოებისა. იგი ოცნებობდა რომ რაც შეიძლებოდა ისეთ ადგილას ჰქონოდა მას პირობები ცხოვრებისა, სადაც ნაკლებად მოუწევდა მოსახლეობასთან ურთიერთობა. მაგრამ ვინაიდან ეს იყო განსაკუთრებული პერიოდი, ომის პერიოდი, კრიზისის პერიოდი, იგი პირიქით ხედავდა, რომ ამ დროს ხალხთან ყოფნა იყო საჭირო და მათი თანადგომა იყო საჭირო. და ასკეტიზმი ეს არის უპირველეს ყოვლისა შიში იმისა, რომ შენ სულში ცოდვა მარზლიოს სათნოებას. და როდესაც შენ ამ შიშს გაურბიხარ, შენ არ გეშინია სიკვდილის, იმიტომ რომ სიკვდილის შიში არის თავად ცოდვა. სიკვდილის შიში ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს იმედი ღვთისა, რომ ღმერთი არ გვფარველობს ჩვენ. და სადაც დიდი რწმენაა, იქ შიში აღარ არის, სადაც არის სიყვარული ღვთისა, სიყვარული მოყვასისა, იქ შიში აღარ არის. შიში მას ჰქონდა იმისა, რომ ღვთის წინაშე ცოდვა არ ჩაედინა, მოყვასისთვის ზრუნვა არ დაეკლო და როცა ამას ახერხებდა, ის ბედნიერი იყო. ღვთისის არაფერი არ არის, ეს შეუძლებელი და ძალიან ადვილად კეთება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ესე იგი ღვთისწყალობით. იმიტომ რომ ჩვენ ესე იგი ეკლესიაში გვაქვს ესე იგი ესეთი აი წინასწარმეტყველება ყველგან რო იქნება ესე იგი განდგომა ღვთისგან, აქ იქნება ესე იგი იდუღებს ასე რომ ვთქვათ ეს ღვთისმსახურებების ცხოვრება. ღვთისმსახურება კიდე არ შესრულდებოდა, ეს ასეთი ცხოვრება არ იქნება თუ მშვიდობა არ იქნება რა თქმა უნდა გარედან ასე რომ ჩვენ იმედი გვაქვს რომ ღვთისწყალობით ესე იგი ეს მოგვარდება. იმ ერთადერთ სატელევიზიო ინტერვიუში, რომელიც მამა ანდრიასთან საქართველოს ტელევიზიის პირველმა არხმა ჩაწერა, მამა ანდრია ამბობს, ის რაც აფხაზეთში ხდება, ჩვენი განსაცდელია. მე მხოლოდ უფალს ვსასუებ, მხოლოდ ღვთის წმინდა ნებას ვარ მინდობილი. ყველაფერი კარგად დამთავრდება, მაგრამ ეს მალე არ მოხდებაო. უშიშარ მოძღვარს ეძახდნენ ხოლმე უფეო კამანში მამა ანდრიას. მამა ანდრიაში ჩანდა ეს აი სიმშვიდე, რაც გადაედებოდა იქ ცხოვრებ ადამიანებს, მეომრებს, ის მათ განამხნევებდა და ყველა ხედავდა რომ მას მიუხედავად იმისა რომ არ იყო გამორიცხული არანაირი განსაცდელი, აღსასრული თვითსიკვდილით, რაც მოხდა კიდევაც იგი ხედავდა რომ საბოლოოდ სიკეთე გაიმარჯვებს, მაგრამ ამისთვის საჭიროა რომ ადამიანებმა მსხვერპლი გაიღონ. იმისთვის რომ გაიმარჯვოს სიკეთე, ზოგჯერ შენ მზად უნდა იყო რომ ამ სიკეთის მსახურებაში ბოლომდე დაიხარჯო, სიცოცხლე გასცირო და აი ამისთვის მზადყოფნა აძლევდა მას სიმშვიდეს. ამისთვის მზადყოფნა იყო სიხარულის საფუძველი, რომ ღმერთი აი ამის სურვილს აძლევდა და აი სწორედ ამის დაკარგვის ეშინოდა. და როდესაც აი ეს მოეჩვენებოდა რომ აი მაშინ რაღაც ადამიანური სულიერი შინაგანი სამყარო ამობოქრდებოდა, ის ხანდახან ფიქრობდა რომ ხო არ გასულიყო კიდევ უფრო სადმე რომელიმე უდაბნოში, რომ ეს ტრაგედია არ მოხდარიყო დღეს მამა ანდრია რომელიმე უდაბნოში იქნებოდა. ჯარისკაცების მოძღვარიც იყო მამა ანდრია, ხშირად მიდიოდა თურმე მათთან ნაწილში. დადიოდა თავდახრილი, კუნკულ-ბარტყული ჩემოსილი კამანში და თითქოს ემზადებოდა თავისი მოწამეობრივი აღსასრულისთვის. თურმე ამბობდა ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზადო. რას ნიშნავდა მეუფეო მამა ანდრიას მოღვაწეობა კამანში იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც იქაურობა ბოლომდე არ მიატოვეს? რასაკვირველია იმ ადამიანებისთვის, ვინც ფრონტის ხაზზე იყვნენ და რომელიც ყოველ წუთს ელოდნენ ყველანაირ განსაცდელს და თვით სასიკვდილო აღსასრულსაც, ასეთი ადამიანის გვერდში ყოფნა, რომელიც აჩვენებდა მათ მაგალითს რწმენისას, სიყვარულისას, სიმშვიდისას, ეს იყო უდიდესი შვება, უდიდესი გამხნევება და მამა ანდრია ასრულებდა ძალიან დიდ მისიას. და ამავე დროს ეს იყო კიდევ ერთხელ იმის მაგალითი, იმის ჩვენება, რომ თავარი გამარჯვება ბოროტებაზე არ არის ბოროტების ფიზიკური განადგურება. თავარი გამარჯვება ბოროტებაზე ეს არის, როდესაც ბოროტებას არ შეუძლია შენი რწამსის, შენი ღირებულებების დამარცხება, როდესაც იგი შენ ვერ შეგაცვლევინებს შენს მიზანს, შენს აღთქმას, შენს ერთგულებას ღვთისა და მოყვასისადმი და მამულისადმი. აი ეს არის თავარი გამარჯვება და აი ამ ხრივ ეს ადამიანები მიუხედავად იმისა, რომ შეჭირებულნი იყვნენ ომის პირობებით, აი ამ საფრთხით, რომელიც ყოველწუთას მათ მიმართ იყო, აი ამ შინაგანი სიმშვიდით, შინაგანი გამარჯვებით, უკვე გამარჯვებული იყვნენ ამ ომშიც, გამარჯვებული იყვნენ საკუთარ თავზეც. და მე ვფიქრობ, რომ საერთოდ აი მამა ანდრიამ გაგვახსენა ჩვენ რას ნიშნავდა ქართველი ერისთვის მოწამეობა, რას ნიშნავდა ქართველი ერისთვის უშიშრობა. ერთჯერადად ადამიანს შეუძლია რაღაც წავიდეს სიკვდილზე, მაგრამ აი როცა ყოველ დღე თვეების მანძილზე შენ ამისთვის მზადახარ და ყოველ დღე იმარჯვებ, ყოველ წუთიერად იმარჯვებ შიშზე და სიკვდილის საფრთხეზე, აი ეს არის ჭეშმარიტი გამარჯვება. კამანში მოღვაწეობისას სოხუმში რეზიდენციაში თუ ახერხებდა ჩამოსვლას? მამა ანდრია ცდილობდა რაც შეიძლება იშვიათად ჩამოსულიყო, მაგრამ რასაკვირველია, მაინც ჩამოდიოდა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. ძალიან სიმბოლური იყო მისი უკანასკნელი ჩამოსვლა
იგი ჩამოვიდა, თხოვა ნებართვა რომ მოენახულებინა მშობლები და ოჯახის წევრები. იყო რამოდენიმე დღე სახლში, ბაღდადში. შემდეგ დაბრუნდა სოხუმში და დიდი გაჭირვებით მოხვდა კამანში, იმიტომ რომ უკვე ისეთი დაძაბული იყო ვითარება, რომ იქ შეღწევაც კი უკვე ძნელი იყო და როგორც კი შევიდა, ჩაიკეტა კამანი და რამოდენიმე დღეში მოხდა ეს რაკეტა. მანამდე ყველა შეტაკებას გაუძლო კამანმა. 1993 წლის 5 ივლისამდე ამ ბოლო შეტაკებას ვეღარ გაუძლო. ცნობილია, რომ ბრძოლის წინ თურმე კამანის დამცველები მამა ანდრიასთან მისულან ეკლესიაში და მისგან აუღიათ ლოცვა კურთხევა. რამდენიმე საათში კამანი დაეცა. რა მოხდა მერე მეუფე? მთელი ღამე ტაძარში გაატარეს მამა ანდრიასთან ერთად მოსახლეობის იმ დარჩენილმა ნაწილმა, რომელიც იყო კამანში. მეომრები იბრძოდნენ და როდესაც საბოლოოდ მოხდა მათი განადგურება, პირველი, ესე იგი, სადაც მივიდნენ ჯარისკაცები, რომელთაც აიღეს კამანი, ეს იყო ეკლესია, რადგანაც მათ იცოდნენ, რომ აქ იყო მოძღვარი და იყო მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი. მათ ატეხეს ბრახუნი ეკლესიის კარებზე და მამა ანდრიამ ასაკურველია კარები გააღებინა და როცა შემოვიდნენ პირველად მათ იური ანოა გაიყვანეს ტაძრიდან და როგორც უკვე ვახსენე, ვინაიდან იგი იყო ეროვნებით აფხაზი, მის მიმართ იყო განსაკუთრებული ესეთი სიძულვილი, რომ აი როგორ აფხაზი ქართველებთან მეგობრობს და არ დაპირისპირებული ქართველებთან და როგორც ჩვენ გადმოცემით ვიცით, იგი ვასილისკოს საფლავთან გაიყვანეს, იქ წამებით მოხდა მისი მოკვდინება. ამის შემდეგ ისინი შემოbrunდნენ ტაძარში და გაიყვანეს მამა ანდრია, იქვე საცხოვრებელი კორპუსი არის ტაძრის გვერდზე, იქ შეიყვანეს და მასთან საუბარი იყო ესეთი გამომწვევი, ცდილობდნენ რაღაცით მამა ანდრია ან გაეღიზიანებინათ, ან რაღაცაში ბრალი დაედოთ. გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდათ, რომ იგი ფიზიკურად უნდა გაენადგურებინათ, რადგანაც მამა ანდრიაც აღიქმებოდა როგორც აი ამ წინააღმდეგობის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მონაწილე. ჯერ ხოვეს მას ძვირფასეულობა მიეცა, რაც არავითარი ძვირფასეულობა იქ არ გააჩნდა მამა ანდრიას. შემდეგ კითხეს, რომ აი ვისია ეს მიწა, ანუ ელოდებოდნენ, რომ მამა ანდრია თუ იტყოდა, რომ ეს საქართველოს მიწაა, მაშინ მას ასე ვთქვათ მოსთხოვდნენ, რომ ეთქვა, რომ ეს აფხაზური მიწაა და უნდათ როგორღაც მისი დამცირება, უნდათ მისი ასე ვთქვათ უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება და გამართლება მისი მკვლელობისა და მამა ანდრიამ შვიდად უპასუხა, რომ ეს არის ღვთის მიწა და სრულად უშიშრად იყო მათ წინაშე და მაშინ ვერ გაბედეს, რომ პირდაპირ ესროლათ და აი ზურგიდან ესროლეს მას და მოკლეს მამა ანდრიამ. იური გიორგიანოას ქალიშვილი ქალბატონი მანანა ანოა იხსენებს, ტაძარში ამბიონზე ესვენაო მამა ანდრია, ის უდარა გადავაფარეთ მაცხოვრის გარდამოხსნას რომ ვაფარებდით, 3 დღის მანძილზე მისი თავიდან სისხლი ჟონავდა და სუდარა წითლად შეიღებაო. ტაძარში შემოდიოდნენ ეგრეთ წოდებული გამარჯვებულები და ამის მხილველნი შეძრწუნებულნი იყვნენო. 3 დღის შემდეგ კი აფხაზი ბიჭის დახმარებით მიაბარეს მიწას მამა ანდრიას ცხედარი კამანის ივანე ოქროპირის სახელობის ტაძრის ეზოში. იქ იყო ერთი აფხაზი მეომარი, სახელად დიოდოტი, რომელმაც იზრუნა მამა ანდრიას ნეშტის ჯერ ტაძარში დასვენებაზე, შემდეგ დაკრძალვაზე ტაძრის ეზოში და იგი ძალიან სწუხდა, რაც მოხდა ამის გამო და ამბობდა, რომ მისთვის მიუღებელი იყო ქართველთა და აფხაზთა ეს ომი ქართველთა და აფხაზთა შორის და რაც თავარია სიძულვილი აფხაზების და ქართველების მიმართ და მან თითქოს მოინანია ის, რომ ტყვეების მიმართ გამოვლენილი სისასტიკის დროს მას აიძულებდნენ, რომ მასაც გამოევლინა ეს ასე ვთქვათ სისასტიკე და სიძულვილი ქართველი ტყვეებისადმი და
მიუხედავად იმისა, რომ მას ეს არ სურდა, რაღაც აი მასზე მოახდინეს ეს ზეწოლა და მანაც მიიღო ამაში მონაწილეობა და ამას ნანობდა და თითქოს აი მამა ანდრიას ზრუნვით ის ცდილობდა ეს გამოესკვიდა და რამოდენიმე დღეში იგი ჭურვის დამსხვრევებმა იმსხვერპლეს და აფხაზი ძალისკაცები ამბობდნენ, რომ აი ჩვენო დაგვსაჯახმო ერთმაო მოძღვრის სიცოცხლის ხელყოფისათვისო და ყველაზე საუკეთესო ჩვენგან წაიყვანო. ის რომ ქართველი და აფხაზი ერთად იცავდნენ სიწმინდეს. ის რომ ქართველი მღვდელმონაზონი მამა ანდრია ყურაშვილი და ეროვნებით აფხაზი იური გიორგი ანოა ერთ დღეს აღესრულნენ მოწამეობრივად. რამდენად არის მეუფეო იმის დასტური, რომ ეს ომი იყო ომი ქართველთა და აფხაზთა მეგობრობის წინააღმდეგ. მამა ანდრიასა და იური იგივე გიორგი ანოას ერთად ყოფნა ეს იყო საოცარი სიმბოლო იმისა, რომ აფხაზეთში ქართველთა და აფხაზთა შორის ყოველთვის იყო ძალიან დიდი მეგობრობა, უფრო მეტიც ნათესაობა. აი ამ კამანის ტრაგედიამ აჩვენა, რომ იქ სადაც აფხაზმა გაუძლო ამ ცდუნებას, გაუძლო იმის ცდუნებას, რომ მას აფხაზი ხალხის მოღალატე ჩერაცხავდნენ და ჭეშმარიტება არ უარყო, აი სწორედ იქ გამოჩნდა, რომ ამ ომმა ერთად შეიწირა ქართველი და აფხაზი. არა აფხაზებმა მოკლეს მამა ანდრია და იური, არამედ იმ ბოროტმა ძალამ, გონება დამნელებულმა ცოდვისგან ძალამ, რომელიც არც აფხაზია და არც ქართველი. დასასრულს უახლოვდება მეუფეო ჩვენი გადაცემა, თუმცა ამ ისტორიას ალბათ დასასრული არ აქვს. წმინდა მამათა სულიერ საფასედან გამოკრებილი სამი გასაღები შინაგანი ლოცვისთვის ეს თარგმანი მამა ანდრიამ თურმე სიცოცხლის ბოლო დღეებში დაასრულა და როგორც უკანასკნელი ამოსუნთქვა. თითქოს ასე უანდერძა საქართველოს ეკლესია მონასტრებს. თითოეულ ჩვენგანს კი ალბათ ანდერძად ის სიტყვები დაგვიტოვა თავისი მოწამეობრივი აღსასრულის წინ, რომ თქვა, რომ ეს ღვთისმიწაა. ჭეშმარიტად საოცარი ცხოვრება გამლო მამა ანდრიამ და დაგვიტოვა კიდევ ერთხელ მაგალითი იმისა, რომ სიკეთე ყოველთვის გაიმარჯვებს ბოროტებაზე და ბოროტების შემოსვლელი ძალა არის სიყვარული ღვთისა და მოყვასისა.